დღეს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიება შევაჯამეთ ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის შედეგები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს ტურიზმში, ავიაციაში, იცით რომ რეკორდული შემოსავალი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში, რომელმაც გადააჭარბა 4.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ასევე რეკორდული მგზავრთნაკადი დაფიქსირდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად და ჩვენ ვუმასპინძლეთ 6 მილიონზე მეტ მგზავრს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაზრდილია წილი ევროკავშირის ყურის ქვეყნების და იმ ქვეყნების, ესე ვთქვათ, წილი ჩვენი ქვეყნის ტურისტების რაოდენობაში, ისევე როგორც შემოსავლებში, სადაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები, ჩვენ ასევე ძალიან შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს იმ კუთხით, რომ გასულ წელს შემოვიყვანეთ ყველაზე დიდი რაოდენობით ახალი ავიაკომპანიები, ჯამში 9 ავიაკომპანია და ჩვენ საავიაციო ბაზარს დავამატეთ 21 ახალი პირდაპირი მიმართულება, საიდანაც 8 გახლავთ ევროპული მიმართულება, გაზრდილია ახალი ავიაკომპანიების რაოდენობა, გაზრდილია პირდაპირი ფრენების რაოდენობა, გაზრდილია ევროპული მიმართულებების რაოდენობა და გაუტოლდა 66 მიმართულებას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის ბოლოს სწორი სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან შევძლებთ და შემოვიდეთ 4 მილიარდ ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს და ასევე ჩვენი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ვუმასპინძლებთ 6.8 მილიონ მგზავრს.